გამარჯობა, მე ვარ დინა და თქვენ უყურებთ Billboard საქართველოს. Billboard ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი ამერიკული მუსიკალური გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამოდის, მათ შორის საქართველოში. მეკითხვაში ორჯერ გიყვებით ქართულ და უცხოურ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელზეც Billboard საქართველოს ჟურნალისტები მუშაობენ. Station 7 ქართველი არტისტების მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც დროდადრო მუსიკალურ კოლექტივად ჩამოყალიბდა და სადებიუტო ალბომი „იოველი“ გამოსცა. კოლექტივის წევრები არიან გიორგი კვირკველია, პროდიუსერი, ბასი, გიტარა, კლავიში, თათია ტაბატაძე, ტექსტი, ვოკალი, კლავიში, ესო ჯღამაძე, ტექსტი, ვოკალი, ჯამბაკურ ბაქრაძე, ტექსტი, ვოკალი, სოფიკო გვიმრაძე, ტექსტი, ვოკალი, სოფო კობერიძე, კლავიში და მემოტექი გიტარა. პროექტის ინიციატორი გიორგი კვირკველია. „იოველის“ ამბავი თავდაპირველად მისი სახლის სტუდიაში არაოფიციალური ჯემ სესიებით დაიწყო და დროთა განმავლობაში ალბომის შექმნის პროცესში გადაიზარდა. საბოლოოდ არტისტების გაერთიანებამ მრავალდისციპლინური კოლექტივის სახე მიიღო. როგორც ალბომის აღწერაში ვკითხულობთ, Station 7 შედგება ადამიანებისგან, რომლებიც ერთობლივად ეძებენ ხმას, ფორმას და ემოციას. Station 7-ის სადებიუტო ალბომში 11 კომპოზიცია შედის, რომლებიც სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს შეიცავს. ალბომის მიქსზე და მასტერზე თორნიკე გველესიანმა იმუშავა. Radiohead-ის სოლისტი ტომ იორკი ბენდის ხანგრძლივ შემოქმედებით პაუზაზე საუბრობს. მიზეზად კი მუსიკოსი პირად დანაკარგსა და ემოციურ გადაწვას ასახელებს. The Times-ისთვის მიცემულ ახალ ინტერვიუში იორკი ბენდის 2018 წლის Moon Shaped Pool ტურნეს ბოლო დღეებს იხსენებს. ყველაფერი თითქოს მწყობრიდან გამოვიდა, ასე რომ გაჩერება მოგვიწია. კონცერტები კარგად მიდიოდა, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ პაუზა უნდა აგვეღო, სანამ კლდიდან გადავიჩეხებოდით, ამბობს მუსიკოსი. იორკმა ასევე ისაუბრა პირად ტრაგედიაზე. 2016 წელს მისი პირველი მეუღლის რეიჩელ ოუენის გარდაცვალებაზე. მე საკუთარი თავისთვის გლოვისდრო არ მიმიცია. ეს მწუხარება კი სხვადასხვაგვარად იჩენდა თავს, რამაც მაფიქრებინა, რომ პაუზა მჭირდებოდა, ამბობს არტისტი. მუსიკოსმა დაამატა, რომ მაშინ, როცა მუსიკა განკურნების გზა ამავდროულად ის მტკივნეული შეხსენებაა. ყოფილა მომენტები ჩემს ცხოვრებაში, როცა შვება მუსიკაში მიძებნია და ფორტეპიანოზე დამიკრავს, მაგრამ ეს ძალიან მტკივნეულია, ფიზიკურადაც კი. მუსიკა მტკივნეულია, რადგან ამ დროს შენს ტრავმას გადიხარ, ამბობს ტომ იორკი. ცოტა ხნის წინ ბენდმა განაცხადა, რომ სცენას დაუბრუნდებოდა შეზღუდული 20 კონცერტით ევროპის 5 ქალაქში: მადრიდში, ბოლონიაში, ლონდონში, კოპენჰაგენსა და ბერლინში. ტურნე 4 ნოემბერს მადრიდში დაიწყება. Radiohead-ის მომავალი ევროპული ტურნე ბენდის პირველი კონცერტების სერია იქნება 2018 წლის შემდეგ. Eminem და Rihanna მილიარდ ნახვიანთა კლუბს კიდევ ერთხელ შეუერთდნენ როგორც დუეტი. გამოცემიდან 11 წლის შემდეგ მათი ვიდეო კლიპი სიმღერაზე The Monster YouTube-ზე 10 ციფრიან ნიშნულს გადასცა. ამ შედეგს მუსიკოსების წყვილმა ერთხელ უკვე მიაღწია სიმღერით Love the Way You Lie. ვიდეოში Rihanna Eminemis თერაპევტის როლს ასრულებს. რეპერი კი ეკრანზე თვალს ადევნეს მის მთავარ კარიერულ მომენტებს, ასევე კადრებს, რომლებიც ასახავს მის ბრძოლას ნივთიერებაზე დამოკიდებულებასთან. The Monster 2013 წელს გამოვიდა როგორც Eminemis The Marshall Mathers LP2 სინგლი. სიმღერამ 4 კვირა გაატარა Billboard Hot 100-ის ლიდერის პოზიციაზე. მანამდე Eminem და Rihanna უკვე ცნობილი იყვნენ ერთობლივი ოქროს ჰიტით Love the Way You Lie, რომელსაც ახლა უკვე 3 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს, 2010 წელს გამოვიდა და 7 კვირა გაატარა ASHS სინგლების ჩარტის პირველ პოზიციაზე. ჯამში The Monster Eminemis მეცხრე ვიდეო გახდა, რომელმაც YouTube-ზე მილიარდ ნახვას მიაღწია. Rihanna-მ კი ეს შედეგი უკვე მე-12-ად გაიმეორა. ნინი ნუცუბიძე ქალი პროდიუსერის ჯილდოს Female Producer Prize მფლობელი გახდა. ღონისძიება ყოველწლიურად გერმანიაში Sony Music Germany-სა და Music Women Germany-ის ორგანიზებით იმართება. წელს ბერლინმა რიგით მეოთხე ცერემონიას უმასპინძლა, სადაც დაჯილდოვდნენ როგორც პროდიუსერები, ასევე კომპოზიტორები. 280-მდე აპლიკაციიდან ჟიურიმ ჯამში 6 გამარჯვებული შეარჩია, რომელთა შორისაც ქართველი მუსიკოსიც მოხვდა. ნინი ნუცუბიძე მუსიკალური პროდაქშენის კატეგორიაში დაჯილდოვდა. ჩემთვის დიდი პატივია გერმანიის ქალი პროდიუსერის გამარჯვებულთა შორის ყოფნა. უსასრულოდ მადლიერი ვარ, წერს მუსიკოსის სოციალურ ქსელში. 2025 წლის Billboard Latin Music Awards-ზე Bad Bunny ოფიციალურად აღიარეს 21 საუკუნის საუკეთესო ლათინო ამერიკელ არტისტად. ჯილდომას პუერტო-რიკოელმა ჰოლივუდის ლეგენდამ რიტა მორენომ გადასცა. დღეს ხვდავ არტისტს, რომელიც მთელ მსოფლიოს უზიარებს იმას, რამაც მერწმენა შემინარჩუნა, თქვა მორენომ. ეს პრესტიჟული ტიტული არტისტს მიენიჭა Billboard-ის ლათინურ ჩარტებში განსაკუთრებული წარმატებისთვის. Top Latin Albums და Hot Latin Songs არის ის მიღწევები, რაც საუკუნის პირველ 25 წელიწადში არავის ჰქონია. Bad Bunny-ის კარიერა უკვე ისტორიაში შევიდა. პუერტო-რიკოელი სუპერვარსკვლავი გამუდმებით ხსნის ყველა რეკორდს Billboard-ის ჩარტებში და მის ფარგლებს გარეთაც. მისი ბოლო 4 ალბომი Billboard 200-ის საერთო ჩარტის პირველ ადგილზე გავიდა, რაც ლათინო არტისტისთვის უპრეცედენტო წარმატებაა. მუსიკის მიღმაც Bad Bunny დღეს კულტურული ფენომენია. მან წაშალა საზღვრები მოდაში, კინოსა და სპორტშიც კი.
არტისტი იყო Met Gala-ს თანათავმჯდომარე. შექმნა ინოვაციური კოლაბორაცია ლიონელ მესისთან და Adidas-თან. ასევე მონაწილეობა მიიღო ჰოლივუდურ პროექტებში ცნობილი რეჟისორებისა და მსახიობების გვერდით. ბედბანი ჟურნალ Billboard-ის ოქტომბრის ნომრის გარეკანზეა და 2026 წლის თებერვალში გახდება პირველი ლათინოამერიკელი მამაკაცი სოლო არტისტი, რომელიც Super Bowl halftime show-ს გაუძღვება. დღეისათვის სულ ეს იყო. მე კი შეგახსენებთ, რომ მუსიკის სფეროში მიმდინარე ყველა სიახლეს ჩვენს ვებგვერდზე billboard.com/jesus შეგიძლიათ გაიცნოთ. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მე ვარ დინა და გემშვიდობებით ორი კვირით. ნახვამდის.